მედვედევმა გააკეთა გარკვეული განცხადებები პრინციპში დიმიტრი მედვედევი მყავს ხედველობაში და პრინციპით პირველად გაჟღერდა ესე ვთქვათ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების უკან წაღების ამბავი რა თან ეს დიმიტრი მედვედევის მხრიდან მე ვერ გეტყვით რომ ეს ესე მოხდება ან არ მაგრამ ეს გაჟღერებაც უკვე რაღაცა სერიოზულ რაღაცას ნიშნავს რა იმიტომ რომ ერთი რუსი ბლოგერი შევხვდა ძალიან ისეთი სერიოზული და ესეთი ძალიან ბევრი მსმენელი და მაყურებელი რო ყავს და ნუ ტირის კაცი რა დამწუხრებული საშილა და აი თუ შეიძლება აი თქვენც მინდა რომ განახოთ რას ლაპარაკობს ეს კაცი რა გუშინ დიმიტრი მედვედევს უსმენდი, არ ვიცი რამდენად სწორად გავიგე მისი ნათქვამი, მაგრამ ილაპარაკა აფხაზეთზე და ცხინვალზე, რომ აი ვაღიარეთ ეს რესპუბლიკები და რომ იქ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აღიარებასაც უკან თუ წავიღებთ, სუბიექტობის უფლება შენარჩუნებული იქნებაო. ანუ ჩვენი აღიარებისას მათ მიიღეს საერთაშორისო სუბიექტის უფლება და აღიარების უკან წაღების შემთხვევაში სუბიექტის სტატუსი უნარჩუნდებათო. იქ ყველაფერი ნორმალურადაა. კი არის პრობლემები და შეიძლება რაღაცეები ვერ მივიყვანოთ ბოლომდე, მაგრამ თლიანობაში იქ ყველაფერი ნორმალურადაა. ხოლო რაღაც ვერ გავიგე, რა გამოდის რომ რუსეთს ახლა უკან მიაქვს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება? ეს მინიშნება გააკეთა დიმიტრი მედვედევმა. ვიდეო რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ფრაგმენტია მისი გამოსვლის სრული ვერსიიდან, სადაც კიდევ უკეთესად ჯანს რომ რუსეთს უკან მიაქვს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. აი წარმოიდგინეთ რა, გაფუჭებულები არიან. წაშლილები არიან ესე ვთქვათ რუსი ბლოგერები რომ ეს რას ნიშნავს ეს განცხადებაო რომ ესე იგი რუსეთიოს უკან გაიწევსო ამ აღიარებებსო ანუ ამაზე უკვე ლაპარაკი რომ დაიწყო ხმამაღლად ეს ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს რა რა ვიცი ძალიან პელეგაცია ივანიშვილი მინდა გითხრათ რა რასაც აკეთებს ამბობს და ასრულებს რა აი ამბობს და ასრულებს რა ამბობს და ასრულებს და აი ეს ყველაფერი მის შავი რაღაცა პიარი ამდენი ხანია რომ ძირს უთხრიან და აი თუ შეიძლება გაუშვით ბიზნესქრინიც რა სიძახის არჩევნებამდე რა არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულებისთვის რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართულ სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. აი, ვინც ამბობს და ასრულებს რა. ვინა სიტყვის კაცი ეგ არის ზუსტად რა. ასე რომ აი ეს ყველაფერი ერთად ესე ფაზლივით ისე მაგრად ეწყობა, რომ რაღაცნაირად აი ამ თემაზე ლაპარაკიც რო დაიწყო ამ გაწევაზე სამხრეთ ოსეთის და ემის აღიარების გაწევაზე და რაღაცა ამის უკან ძალიან დიდი სამუშაო დგას, ძალიან დიდი შრომა დგას და ძალიან დიდი პოლიტიკური ფიქრები დგას და ძალიან დიდი თავისი ქვეყნის საქართველოს სიყვარული დგას რა. ამაში ღარმადა ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობ მას რა. და ყოველთვის ვიცი მისი სიყვარული თავის სამშობლოს მიმართ, ვიცი თავის ოჯახის მიმართ და თავისი ქვეყნის მიმართ რა არის მისთვის მისი ქვეყანა. კი ყველას გვაქვს ხა შეიძლება ესეთი ხასიათი, ისეთი ხასიათი, ცუდი თუ კარგი, დადებით თუ უარყოფით თვისებები, მაგრამ რაც ყველაზე უფრო მთავარია და რასაც ყველაზე უფრო მე პირადად ვაფასებ, ეს არის მისი სამშობლოსადმი სიყვარული და თავისი ხალხისა და ინტერესების პატივისცემა, მისი ქვეყნის და მისი ხალხის ინტერესების პატივისცემა. ხო და ეს მინდოდა მეთქვა რა